პლეადიანელების გზავნილი 19 აპრილი 2016 წელი. ჩვენ მოვედით თქვენს დასახმარებლად. მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო დედამიწელებო. დღეს ჩვენ მოვედით თქვენთან, მოგიყვოთ იმაზე, თუ როგორ გეხმარებით და რას ვაკეთებთ კონკრეტულად იმისათვის, რომ დაგიცვათ საფრთხისგან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტექნოგენური კატასტროფების შედეგები, ანუ გესაუბროთ იმაზე, თუ როგორ წმენთ თქვენს პლანეტას, რათა მას სიცოცხლე არ გაქრეს და შევინარჩუნოთ თქვენი ლამაზი დედამიწა. ალბათ ჩვენი მუშაობის ყველაზე შესანიშნავი კვალი იყო ფუკუშიმასა და ჩერნობილში გამოჟონილი რადიაციის ლიკვიდაცია. ჩვენი გავგზავნეთ საკუთარი უპილოტო ხომალდები, რომლებიც მუშაობდნენ ავარიის ადგილზე და ცვლიდნენ იქ რადიაციულ ფონს. ჩვენი ყოფნა ამ ადგილებში არაერთხელ იყო დაფიქსირებული თქვენი რადარების მიერ, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია აქამდე საიდუმლოდ არის დაფარული, რადგანაც ძალაუფლების მქონე პირებისთვის არ არის ამის გამოაშკარება მომგებიანი. ის ფაქტი, რომ ჩერნობილში ამჟამად პრაქტიკულად არ ჯარჩა ავარიის რაიმე კვალი, ასევე საიდუმლოდ ინახება, რადგანაც თუ ადამიანებს ეტყვიან სიმართლეს, მაშინ საჭირო იქნება იმის ახსნა, თუ რატომ მოხდა ეს, ანუ საჭირო მოგიყვნენ ჩვენი არსებობისა და ჩვენი ჩარევის შესახებ თქვენს ცხოვრებაში. რატომ არ სურთ თქვენს ლიდერებს ამის გაკეთება? საქმე ისაა, რომ მათთვის არ არის მომგებიანი უცხოპლანეტური ცივილიზაციების შესახებ მოყოლა, რომლებიც უფრო მაღალ განვითარების დონეზე არიან და რომლებიც ცდილობენ ადამიანებთან კონტაქტზე გამოსვლას, რათა დაეხმარონ მათ გადავიდნენ განვითარების ახალ დონეზე, ანუ გახდნენ თავისუფლები და ააშენონ მსოფლიო უკვე სხვა საკითხებზე, რის შედეგადაც მათი მანიპულაცია და მმართველი ელიტის სასარგებლოდ გამოყენება შეუძლებელი იქნება. ჩვენ მოგეყვებით ჩვენი მუშაობის ყველაზე შთამბეჭდავ შედეგებზე, თუმცა ის, რასაც ვაკეთებთ ყოველდღურად, რჩება თითქმის შეუმჩნეველი, რადგანაც ადამიანები პოულობენ თქვენ ცხოვრებაში მომხდარი სასწაულების მრავალ სხვა ახსნას. ასეთი სასწაულებია ჰიდროელექტროსადგურებზე ავარიების თავიდან აცილება, მდინარეების, ტბებისა და ზღვების განწმენდა, რომლებიც თქვენი დაუდევრობის გამო დიდი ხნის წინ გადაიქცეოდა უსიცოცხლო ადგილებად. ოზონის ხრელები, რომლის შესახებ ამდენ საუბრობთ, ასევე ჩვენი კონტროლის ქვეშ იმყოფება, როგორც ზღვებისა და ოკეანეებში წყლის დონე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დაგიცვათ ბალანსი თქვენს ბუნებაში, რომელსაც თავად ებყოფით დაუნდობლად, რადგანაც აცარიერებთ მის სიმდიდრეთ ჭრით, ტყეებს აშრობთ, ჭაობებს და ავსებთ ქიმიკატებით თქვენს პლანეტას. თუმცა თქვენს თავადო კარგად იცით თქვენი ცოდვები. თქვენ არ იცით მხოლოდ ის, თუ ვინ გამოისყიდის მათ თქვენს ნაცვლად, რათა შეანარჩუნოს სიცოცხლე თქვენს პლანეტას. ახლა კი მოვიდა დრო გამოვიდეთ იატაკ ქვეშეთიდან, როგორც თქვენ ამას ამბობთ და დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა თქვენი პლანეტის სასიკეთოდ. ჩვენ ძალიან ვიმოდოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში მონახული იქნებიან ისეთი ადამიანები, ვინც გაბედავენ ჩვენსა და სხვა თქვენს მიმართ მეგობრულად განწყობილი უცხოპლანეტური ცივილიზაციების შესახებ მოყოლას. ჩვენ გულფერად გვიყვარხართ და მოუთმენლად ველოდებით ამ მომენტს. თანავარსკვლავიდი პლიადების უხუცესთა საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენს სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.